მსოფლიოში პირველად ექიმებმა ერთ ოპერაციაში ერთი განაკვეთით გულზე 7 სხვადასხვა პროცედურა რობოტული ტექნოლოგიის გამოყენებით შეასრულეს. ოპერაცია საუდის არაბეთში King Faisal Specialist Hospital and Research Centre-ში ჩატარდა და უკვე შევიდა მეცნიერის ისტორიაში, როგორც პირველი შემთხვევა, როცა გულის რამდენიმე პათოლოგია ერთ რობოტულ ჩარევაში კორექტირდა. 70 წლის პაციენტს ერთდროულად რამდენიმე რთული კარდიოლოგიური პათოლოგია ჰქონდა. ოპერაციის დროს მოხდა მიტრალური სარკმლის ჩანაცვლება, ტრის კუპის სტული სარკმლის რეკონსტრუქცია, არითმიის მკურნალობა, წინა გულთა შორის დეფექტის დახურვა, ფილტვის ვენის ანატომიური დეფექტის გამოსწორება და სხვა საჭირო კარდიული კორექციები. ჩვეულებრივ ასეთ შემთხვევაში ოპერაციები ეტაპობრივად ტარდება, თუმცა ექიმებმა ყველა პრობლემა ერთ რობოტულ ჩარევაში მოაგვარეს მინიმალურად ინვაზიური მეთოდით. ამერიკის შეერთებულ შტატებში წითელას შემთხვევებმა 1100-ს გადააჭარბა. ვირუსი, რომელიც წლების განმავლობაში თითქმის გაქრა, კვლავ აქტიურად ვრცელდება. შემთხვევების დაახლოებით 94% იმ ადამიანებში ნახეს, რომლებიც აცრილები არ არიან, ან მათი იმლისის სტატუსი არ არის ცნობილი. შეგახსენებთ, რომ წითელა მძიმე ინფექცია, რომელმაც შესაძლოა მაღალი ტემპერატურა, ფილტვების ანთება და ენცეფალიტი გამოიწვიოს ბავშვებში და ზოგჯერ ფატალურიცაა. ექსპერტები გავრცელების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ვაქცინაციის შემცირებულ მაჩვენებელს და დეზინფორმაციას ასახელებენ. სპეციალისტები ასევე მიუთითებენ სხვა ფაქტორებზეც, მათ შორის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დაფინანსების შემცირებაზე, რაც მონიტორინგის სისტემას ასუსტებს.